მე და ის წვიმა ჩვენს უბანში რომ მოდის ხოლმე ერთ ურც უყვებით დაგროვილ ამბებს მერე ის მიდის და უჩინარ ნაკვალებს ტოვებს ალბათ სხვაგანაც უცდიან სადმე ქალის ერთი გაღიმება არის მთელი პოეზია. გადაცემა დრო და ადამიანები გაგაცნობთ ქალს, რომელმაც ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს გაუძლო და დღეს წარმატებულ, ბრძოლებში გამარჯვებულ, მტკიცე და ამაღ ქალად წარსდგება თქვენს წინაშე. ნათია ბასილაშვილი, ადამიანი, რომელიც ხარისხის ინსპექციაში საქმეთა მმართველის თანამდებობას იკავებს. არ შეუძლია ცხოვრება სიზუსტისა და წესრიგის გარეშე, მაგრამ მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, არ დაუკარგავს დედობრივი სითბო და ქალის შეუდრეკელობა. ხარისხის ინსპექციაში მისი უმთავრესი როლია პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი, რომელიც მას გასამაგებულად გააჩნია და ამის საფუძველზე იგი ყველაზე ურთულეს პროცესსაც კი მარტივად ხელმძღვანელობს. ამასთანავე ნათია არის ქოლარ კლუბის ვერცხლის დირექტორი, ლიდერი, რომელიც სხვებს სდის, გზას უხსნის და მაგალითს აძლევს, ასწავლის ადამიანებს თუ როგორ შეიძლება სიზმარი რეალობად აქციო. მაგრამ ქალბატონი ნათიას მთავარი მისია მაინც დედობაა. იგი შვილებს სდის უზარმაზარი სიყვარულით, ასწავლის მათ სიკეთეს, პასუხისმგებლობასა და სამშობლოს სიყვარულს. მათ გვერდში უდგას ყოველდღე, ატარებს წრეებზე, სწავლაში ცდილობს, რომ მისი შვილები მუდამ მოწინავე საფეხურებზე იყვნენ და მათ პირველ ნაბიჯებსა თუ დიდ ოცნებებში ხელს უწყობს და თვალს არ აშორებს. პირველ რიგში ძალიან რთულია რამოდენიმე წუთში ჩაატიო ის, რაც მე დაახლოებით 40 წლის ასაკში გავიარე, ხო, თითქმის ჩემი წლოვანება მალე გაუტოლდება 40 და ძალიან გამიჭირდება ეს ჩავსვა რამოდენიმე წუთში. ასევე ძალიან რთულია ადამიანს გაატარო ის გზა, რაც გაიარე შენ. ანუ ყველა იმდენად ინდივიდი ვარ და ყველა იმდენად ინდივიდუალური პიროვნება ვარ, რომ არ შეიძლება ჩემი ცხოვრება ვიღაცის ცხოვრებას გავდეს. მაგრამ მაინც, ანუ არსებობს მსგავსი პრობლემები, არსებობს მსგავსი შეხედულებები, რის გამოც შეიძლება ჩვენ ქალები დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ქალბატონიც ჩემსავით, ასე ვთქვათ, მარტო ზრდის ბავშვებს, ხო? მე მყავს 3 ანგელოზი და ძალიან ბევრჯერ მქონია ის მომენტი, რომ აგერ ახლა რამოდენიმე წამში დავეცემოდი, მაგრამ რამდენჯერაც ჩემს შვილებს ჩავხედე თვალებში, იმდენჯერ მომეცა სიცოცხლის ძალა. იმდენჯერ ვიფიქრე, რომ ერთხელაც და გამომივიდო და მქონდა ძალიან ბევრი შიში. და ზუსტად შიშია ის, რაც გაიძულებს, რომ გახდე უკეთესი. და ზუსტად შიშს მიყავ ხარ იქამდე, რომ შენ ერთი ნაბიჯით გადადგა შენი თავის განვითარებისთვის. ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჩვენ თავზე, არ ვიმუშავეთ, არ განვითარდით, ანუ ყოველთვის გვექნება ის მომენტი, რომ მე დავმარცხდი. შეიძლება ვიღაცას მაგალითად არ კონდეს რაღაცა აკადემიური განათლება ან რაღაცა მაგისტრი არ იყოს, მაგრამ ეს არ გვაძლევს ქალებს იმის უფლებას, რომ ჩვენ რაღაცას დავნებდეთ, ხო? და რაღაცა ვიყოთ რაღაცის მოლოდინში, რომ ვიღაცა გვერდში დაგვიდგება და დაინახავთ ჩვენს უსუსურობას. პირიქით, ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და ჩვენ არ გვაქვს დანებების უფლება, ვფიქრობ დედებს, ვისაც ანუ სახლში შვილები ყავს და ვისაც შვილები ელოდებიან. ჩვენ ხო იმისთვის ვართ დედები და კარგი ადამიანები, რომ ჩვენ შვილებს მიცეთ კარგი მაგალითი. ამიტომ მე ვერავის ვაიძულებ, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, ეკლებით დაფარული გზა გაიაროს, მაგრამ ყველას გეტყვით, რომ თუ ვინმეს რაიმე ახლა რთული გზა გაქვთ გასავლელი და ან ახლა გადიხართ ამ რთულ გზას, დამიჯერეთ, რომ ზუსტად ეს გზა არის ის, რაც მიგიყვანთ თქვენ ძალიან მაგარ შედეგამდე და ძალიან მაგარ მომავალამდე. მე მუშაობ ხარისხის ინსპექციისა და უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურ უსს-ში, ვარ საქმეთა მმართველი, ასევე ვითავსებ ადამიანური რესურსების მართვასაც.
ასე ვთქვათ, დღევანდელობაში HR-ს. ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს და ჩემმა სამსახურმა დღეს ძალიან ბევრი ძალა მომცა იმისთვის, რომ მე დღეს უფრო მაგარი ადამიანი ყოფილიყავი, ვიდრე ვიყავი აქამდე. ხარისხის ინსპექციას ყავს ძალიან ბევრი პარტნიორი ობიექტი, რომელთანაც ხდება, ასე ვთქვათ, ჰასპის დანერგვა, შრომის უსაფრთხოების კუთხით დოკუმენტაციის მოწესრიგება, სანიტარო-პროფილაქტიკური ღონისძიებები, იურისტი იქნება თუ ადვოკატი დახმარება, უბრალოდ კონსულტაცია, რომელიც მაგალითად დღევანდელობაში სამომხმარებლო ბაზრის მოწესრიგების მიზნით ხარისხის ინსპექციას უჭირავს პირველი ადგილი და რატომ მაგიხსნით? ჩვენთან უბრალოდ შეიძლება ადამიანი მოვიდეს და დახმარება გთხოვოს და ზუსტად იცოდეს, რომ ჩვენ იმ დახმარებას გავუწევთ, თუნდაც უსასყიდლოდ. ადამიანებს ყოველთვის არ შეუძლიათ გადაიხადონ თანხა იმაში, რაც იმ მომენტში მათ სიცოცხლეს გადაარჩენს. თუნდაც ერთი რჩევა, ხო? ანუ ხარისხის ინსპექცია შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენ ვიდგეთ ბიზნესის და ადამიანების გვერდით. მე ჩემი სამსახური ძალიან მიამაყება და ვთვლი, რომ ძალიან ბევრს მივაღწია დღევანდელ რეალობაში ჩემი სამსახურის კუთხითაც. მე მაქვს ორი ანაზღაურებადი სამსახური და ერთი რომელიც არ მინაზღაურდება და საზღაური არის მხოლოდ ჩემი შვილების ღიმილი. მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ფაქტი, რომ მე როგორც გითხარით და ვისაუბრეთ, ჩვენ სამი შვილით ვცხოვრობ ქირით, ანუ არ გვაქვს საკუთარი სახლი. ჩემი შვილები არიან ტოლბილები, მამით და ბებით, ანუ აფხაზეთიდან არიან დევნილები. და ვფიქრობ, რომ ვართ ჩვენ რიგშიც, რომ ასე ვთქვათ, ბინით დააკმაყოფილონ ჩემი შვილები. მე არა, ჩემი შვილები. და გარდა იმისა, რომ თქვენ გამიცანით ბევრი ჩემი კარგი და პოზიტიური ვიდეოებით, ხო, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არ არის მარტივი. იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ძალიან უჭირთ და გონიათ, რომ სხვისი ცხოვრება, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში ძალიან ლამაზია და ძალიან კოხტა, ეს არის ბევრ შემთხვევაში ძალიან დიდი შეცდომა. მე რომ არ მქონდეს მომავლის იმედი, მე რომ არ მეჯეროს ხვალინდელი დღის, მე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. მე აუცილებლად უნდა მივცე ჩემს შვილებს კარგი მაგალითი და მე აუცილებლად მაქვს ხვალინდელი დღის იმედი. ამიტომ ჩვენ დანებების უფლება არ გვაქვს. მესმის, რომ ბევრს ქირა აქვს გადასახდელი, ბევრს იმედი აქვს გადაწირული, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ ისეთ ძლიერ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც მარტოხელა დედები ძალიან მალე მიიღებენ და დაკმაყოფილდებიან ყველა იმ პირობით, რაც თავად ჭირთ და ასე ვთქვათ, სიდუხჭირე აღარ იქნება საქართველოში ძალიან მალე, რასაც სახელმწიფო ძალიან კარგად ართმევს თავს. ეს ყველაფერი ქირაც, უმუშევრობაც არის დროებითი, ამიტომ გქონდეთ ძალა და ენერგია და გქონდეთ მომავლის იმედი. მამაჩემის თემა ნამდვილად ძალიან მტკივნეულია ჩემთვის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ 10 წელიწადი გავიდა მამაჩემის გარდაცვალებიდან, ცოტა მეტი. მამაჩემი ისევე როგორც ყველა გოგოს ცხოვრებაში იყო ყველაფერი. ფაქტიურად მამაჩემის გამოა, რომ მე ხელის გულზე გავიზარდე და არაფერი არ დამკლებია ცხოვრებაში არასდროს და მხოლოდ მაშინ შევიცანი რეალურად სასტიკი ცხოვრება, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმაც, როდესაც ჩემს ასაკში მივლენ და უკვე გაიაზრებენ იმას, თუ რა არის მშობლობა, ისურვონ და მე საუბრონ იმ სიყვარულით და იმ სითბოთი, რასაც მე ჩემი გარდაცვლილი მამისადმი ვგრძნობ. დედაჩემი ცოცხალია და გიჟდები მაგ ქალზე, ვაბოდებ, იმიტომ რომ დედაჩემი რო არ ყოფილიყო და მამაჩემი რო არ ყოფილიყო, ხა ჩემს საერთოდ აკყოფნას არანაირი აზრი არ ექნებოდა. დედაჩემისნაირი დედა რო არ ყოფილიყო და მამაჩემისნაირი მამა. მაგრამ მამაჩემის გარდაცვალებამ ძალიან დამწია უკან. ერთადერთი რასაც ვისურვებდი, მინდა უბრალოდ რომ ხშირად დამესიზმროს. იმაზე ხშირად ვიდრე მესიზმრება. იმიტომ რომ მათ მასწავლეს ყველაფერი ის, რაც დღეს გამაჩნია მეგი.
ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ესეთი კარგი მშობლები, დღეს მე არ მეცოდინებოდა მათი პატივისცემა. ძალიან ბევრი ჩადეს ჩემში, ძალიან ბევრი იზრუნეს და მამა ჩემს იცით როგორ ვუყვარდი. პატარა ყვავილს, პატარა იას რომ მოიტანს სახლში და მთელი დღე რო თავზე დატრიალებ და ხან წყალს რო დაუსხავ, ხან რო ეფერები, ხან რო სთხოვრო როგორღაც ყვავილი გაჩვენოს, ხო და გამოიღოს რაღაცა ყვავილი, ზუსტად იგივე სიტუაცია არის, რომ აი მამაც ხო გეუბნება რომ გამიღიმე, ხო? რა არის ხილნელი, ხო? ჩვენ ყველას გვიყვარს ყვავილები, ხო? ყველას გვიყვარს ბუნება, ყველას გვიყვარს ასე ვთქვათ, მოვლა რაღაცა პატარის. დიდი ადამიანებისთვის პატარა ყვავილი, ხო, რაღაცა პატარაა, რაც გჭირდება ზრუნვისთვის. ეს ყველაფერი მე მამაჩემ მასწავლა. ვერ ვიტყვი რომ კაცრი იყო, პირიქით, ზედმეტად თბილი იყო და ზედმეტად მოსიყვარულე იყო. ზოგჯერ მესიზმრება და ყოველთვის მეუბნება რომ ძალიან მაგარი ადამიანი გავიზარდე. და დღეს რომ მამაჩემი ცოცხალი ყოფილიყო, ზუსტად ვიცი რომ ის ჩემით იამაყებდა. ზუსტად ვიცი. ხა იყოფებით კორაკუბის ოფისში, ეს არის კალენდური კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ბაზარზეა, თუმცა საქართველოში უკვე 13 წელიწადია. ჩვენი თემა არის გალამაზება გაჩასაღება. და ბოლო 2-3 წელიწადია შემოგვიერთდა ნათია ჩვენ გუნდს. ეს არის ადამიანის სიცოცხლე, კრეატივი, ადამიანი, რომელიც უამრავი ახალი იდეით შემოვიდა და ძალიან სერიოზულად დაეტყო ჩვენს გუნდს, იმიტომ რომ გუნდური მუშაობა მოგეხსენებათ, ეს არის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა და ნათიამ ეს ნამდვილად მოიტანა ჩვენთან. ეს არის შეუდარებელი პრეზენტატორი, რომელი პრეზენტაცია მის გარეშე და მისმა შემოერთებამ აშკარად დიდი წისვლა მისცა გუნდსაც და ვფიქრობ გარკვეულწილად კომპანიასაც. გარდა ბიზნეს ლედობისა და ადამიანებზე მზრუნველი ქალბატონისა, რომელშიც თავს იყრის ყველაზე დიდი დოზით დედობაც, მაინც აქვს ადგილი ნათიას, სადაც იგი საკუთარ თავს ყველაზე მეტად პოულობს. ეს არის მისი პატარა სამზარეულო. დიახ, ეს არის მისი პატარა სამყარო. იქ, სადაც სიამოვნებით ამზადებს კერძებს, ქმნის სითბოს, ოჯახისათვის და ამავდროულად სულიერად ისვენებს. სამსახურიდან დაღლის მხოლოდ სამზარეულო ემსუბუქება. უამრავ გადაუჭრელ დარდებსა და განცდებს. ნათიას საოცარი ნიჭი და ფანტაზიები ერთმანეთს ხვდება პატარა სამზარეულოში. იქ შეუძლებელია ლამბაგზე შედევრები არ ათამაშდნენ. მისი ფანტაზიებით და მისი ლამაზი გრძნობებით. ნათია თბილი და მოსიყვარულე დედაა. მისი გარეგნული სიმკაცრე მხოლოდ თანამდებობრივია. სიკეთით სავსე და მეგობრობით გაჯერებული გული აქვს. ეს არის ქალი, რომელმაც გადაიტანა უამრავი ტკივილი, ღალატი, გაჭირვება და მაინც მოიპოვა გამარჯვება. დღეს კი მტკიცედ ამაყად აგრძელებს მომავლის გზას. თქვენ უკვე ნახეთ სად მუშაობ, რა საქმიანობ, გაიცანით ჩემი მეორე სამსახური, სადაც ვაწარმოებ ასე ვთქვათ ჯანმრთელობის კონცეფციას და ვეხმარები ადამიანებს გამოჯანმრთელობაში. ეხლა გადავინაცვლოთ სახლში, ნახოთ რას ვაკეთებ სამზარეულოში და როგორ ისვენებს ნათია ბასილაშვილი სახლში ბავშვებთან ერთად. პირველ რიგში, როდესაც მოვდივარ სახლში, გვაქვს ხოლმე მომენტი, როდესაც ბავშვების დატოვება მიწევს
და ნახეთ როგორ სიტუაცია ყოველთვის ყველგან ვერ დამყავს მიუხედავად იმისა რომ თუ ცუდი ამინდიან რაღაც ანუ სახლში ვტოვებ ხოლმე მე მოვდივართ ხოლმე და ვიწყებთ ერთად სამზარეულოში საჭმლის გამზადებას ხაჭაპურის გამოცხობას თუ ნამცხვრის გამოცხობას თუ ძალიან უბრალოდ რაღაც კარტოფილის შეწვას ანუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ერთად შემდეგ ვისაუზმებთ თუ ვივახშმებთ რა დროც მოუწევს ანუ იმის დამიხედვით მე აუცილებლად ვკითხულობთ დაახლოებით 9 საათი წიგნს ან მე ვუკითხავ ან ბავშვები კითხულობენ თვითონ და მე აუცილებელია ჩვენს გეგმებში და ჩვენი დღის ასე ვთქვათ განრიგში გაწერილი არის ის რომ ერთ კეთილ მულტფილმს აუცილებლად უნდა უყურონ ბავშვებმა თუნდაც ის მულტფილმი უკვე ნანახი გქონდეს ბევრჯერ რამოდენიმეჯერ მაინც უყურებენ ბავშვები იმიტომ რომ ყოველ ნახვაზე სხვადასხვა რაღაცას პოულობთ ხოლმე იმ მულტფილმში მე ამის შემდეგ ბავშვებს აქვთ იმის უფლება რომ აიღონ ცოტა ხნით ტელეფონები ან გაერთონ და მე სახლში ასე ვთქვათ ვკავდები დოკუმენტებით და ანუ სახლში ვაგრძელებ იმ საქმიანობას რომელიც სამსახურში ვერ მოვასწარე იმიტომ რომ მაგალითად დიდი ხანი ბავშვებს ვერ დავტოვებ ან ყოველთვის თან ვერ წავიყვან სამსახურში ან ობიექტს შემდგომ უკვე აქეთ გრძელდება დოკუმენტაციის გაგრძელება ასეთი ჩვევა მაქვს ჩამოყალიბებული, თუნდაც ბაზარში მივდიოდი ან თუნდაც მარკეტში მივდიოდი, აუცილებლად გამოჩნია რაღაცა სია, რომლითაც დავდივარ, ანუ მაგის გარეშე არ დავდივარ და ანუ ამის მიხედვით ჩვენ წერთ რა უნდა მივირთვათ კვირის განმავლობაში და ძირითადად ყოველთვის ბავშვს ვეკითხები რა სურთ, რისი გაკეთება შეგვიძლიათ, კბილი უნდათ, მჟავე უნდათ თუ მწარე უნდათ და იმის მიხედვით ამ კომბინაციებს ერთმანეთში ვუღებთ ხოლმე და ყველაფერს შეთანხმებულად ძირითადად ერთად ვაკეთებთ. გარდა იმისა, რომ მაგალითად საყიდლებზე და ბაზარში დავდივარ ციით და შემიძლია ბავშვებიც ბაზარში წავიყვანო, იმიტომ რომ ძალიან მეშინია ხოლმე ამათი მარტო დატოვების, არ ვიცი რაღაცნაირად ესეთი სხვანაირი დედიკო ვარ და სხვანაირად განვიცდი. საყიდლების შემდეგ კვირას თუ ნორმალურ დროს მოვედით სახლში და ეს ხდება ძალიან ხშირად, აუცილებლად მივდივართ ხოლმე ტაძარში. ტაძარში სულიერად ვისვენებ მეც და ჩემი შვილებიც და იქ უფრო მეტად მესახება იმ მომავლის იმედი, რომელსაც ასეთი გაფაციცებით ველოდები. აი შენი სამომავლო გეგმები როგორია? ჩემი სამომავლო გეგმები არის ძალიან მარტივი. სახლი რომელიც უკვე შერჩეული მაქვს, აუცილებლად გახდება ჩემი და ის რესურსი, რასაც მე ახლა თუნდაც ამ ფართის ქირას ვახმარ, ის რესურსი უნდა მოხმარდეს ჩემი შვილების სწავლა-განათლებას. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, მიზანი, რისკენაც მივისწრაფი, რომ ის ზედმეტი ხარჯები, რაც მე გამაჩნია, მხოლოდ და მხოლოდ უნდა გადიოდეს ბავშვების სწავლა-განათლებისთვის, რომელიც მომავალში მათ აუცილებლად გამოადგებათ და ქვეყანასაც ასახელებენ. ვფიქრობ, ჩემი დედა იმით გამოირჩევა, რომ ბედნიერია, მხიარულია, ხარში დაგიდგება, საყვარელია, კი, ხელოვანია, შრომის მოყვარეა, განათლებულია, რა თქმა უნდა. უყვარს ლაპარაკი. დედის დამსახურებაა, რომ მე განათლებას ვიღებ და შევძელი ოქსფორდში წასვლა. ხშირად დავდივარ პიკნიკებზე. ძალიან გვიყვარს გარეთ სეირნობა ერთად, დროის ერთად გატარება გვიყვარს. ფილმების ყურება გვიყვარს. რა თქმა უნდა, ჭამა გვიყვარს ახლა ყველას ერთად. გემრიელ საჭმელს აკეთებს დედიკო ჩვენი ძალიან. ყოველთვის გეგმავთ რა გავაკეთოთ კვირის ბოლოს, კვირას რამე გემრიელი რო გავაკეთოთ.
და გავიდეთ ასასენოთ ან პიკნიკზე გავიდეთ სადმე. და ანუ ეს გვაბედნიერებს უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან. სათამაშო მიყვარს თამაშით, ესენი არ მეთამაშებიან. მე დავდივარ ვეკუა სკოლაში და დავასრულე მათემატიკის არითმეტიკული სკოლის 9 საფეხური. ავიღე ბევრი სერტიფიკატები და დიპლომები. 1250 მივუმატოთ 3652 მივუმატოთ 3258 გამოვაკლოთ 1452 6708 ეს არის ჩემი ჩანთა. მიყვარს ნივთების დეკორაცია. ეს ჩემი გაკეთებული პროდუქტი არ არის, მაგრამ მაჩუქეს და დავამატე რაღაცები მძივებით. პინები, ქართულად არ ვიცი რა ქვია, ძალიან ბევრი ბრელოკები. ესეც ჩემი გაკეთებულია, ეს მე გავაკეთე. აქ ზოგიერთი მაჩუქეს, ზოგიერთი გავაკეთე. ეს არის ჩემი ბლოკნოტი, დღიურს არ დავუძახებ, უბრალოდ დეკორაციებს ვაკეთებ, ვაწყებებ რაღაცებს. ძალიან ბევრი სამაკ ახატები. აქ ხალხს დავაწერინე რას ფიქრობენ ჩემზე, ძალიან ბევრი კორდი მაქვს. ჩემი საყვარელი თამაში ეს მე დამხატეს. მე და ჩემი მოსწავლეს გაკეთებულია ქუთანი. ეს ვარ მე, ჩემი პატარა და ალექსანდრა, ელიზაბეტი, კიდევ მე, დედა და მამა. მე და ჩემმა ძველმა მასწავლებელმა გავაკეთეთ ეს. მე ამეების კეთება მიყვარს ძალიან მილიონობით ვაქვს ესეთი გაკეთებული. ძალიან უყვარს. ეგერი ბებია მაჩუქა ჩემმა საუკეთესო და საყვარელი მასწავლებელმა მაჩუქა ეს მე მოვი შევიძინეთ, ესეც ჩემმა ბებია მაჩუქა, ესეც მაჩუქეს, ეს გავაკეთე, ეს ჩემმა დედაშვილმა გააკეთა და ეს საუკეთესო მეგობრის კონსოლამია. ჩემ დედაშვილთან.